მორწმუნეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ახალბედამრევლი მაქსიმალურად ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს. ხშირად სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ, მაგრამ მოძღვართან პირისპირ საუბარი უჭერთ. საეკლესიო ცხოვრების, ზიარების და მარხვის მნიშვნელობაზე თქვენს კითხვებს 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი პასუხობს. უკვე 3 წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ჯვარი არ აგვიყრია. ახლა ორივეს ჩვენი პირადი ცხოვრება გვაქვს, დაოჯახებას ვაპირებთ. მამაო, რომელმაც ჯვარი დაგწერა, უარს ამბობს ჯვრის აყრაზე. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ. გავიგეთ, თუ ყოფილი ცოლ-ქმარი დიდი ხნის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობს, ჯვარი ავტომატურად აყრილად ითვლებაო, სამწუხაროდ ეკლესიურად ნაკლებად ცხოვრობ. ავტომატურად როგორც ესეთი აყრილი არ არის, ეს რაღაცა თქვა, ავტომატურად როდის არის, იცით, მეუღლეთა შორის, ოდესაც ერთი გარდაიცვლება. ამ დროს უკვე თავისუფლდება მეორე, ესე იგი, მეუღლე თავისუფლდება სწორედ აი ამ მოვალეობებისაგან და რაც შეეხება, თქვათ, სხვადასხვა მიზეზი სხვადასხვაა, ხო, ყოველთვის, როდესაც მეუღლები ვერ ეგუებიან ერთმანეთს, ან არ უნდათ ერთად ცხოვრება. ამიტომ ამისათვის ეს არის ეპისკოპოსის გადასაწყვეტის საქმე. სასულიერო პირის დონეზე, ანუ მოძღვრის დონეზე ეს არ წყდება. ეს უნდა გადაწყვიტოს მღვდელმთავარმა. თბილისის შემთხვევაში ეს არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე, რომლის პრეროგატივაშიცაა ასეთი საკითხები. ამიტომ აი ამ მსურველმა, რა თქმა უნდა, მიმართონ მეუფეს და რა თქმა უნდა მოძღვარს უნდა ჩააყენონ საქმის კურსი რა ხდება და როგორ. ეხლა თუ ადამიანი მეორე დაოჯახებას ფიქრობს, ძალიან ძნელია რომ აიძულო, რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს პირველ ქორწინებაზე და ეხლა საერთოდ ეკლესია არ აიძულებს არავის, უბრალოდ მოუწოდებს. ამიტომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ თვითონ საპატრიარქოში მიბრძანდნენ, თუ თბილისის მასშტაბით არის ეს, თუ არა და ნებისმიერ ეპარქიაში ადგილობრივ მღვდელმთავართან, რომელთანაც ხდება სწორედ ამ საკითხების გარკვევა. როგორ ავხსნათ მარიამის მარად ქალწულობა? შვილი ხომ გააჩინა. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, მაგრამ აქ საქმე სხვა შემთხვევასთან უნდა გქონდეს, რაც აუცილებლად უნდა იქნას განმარტებული. იშვა უფალი თვითონ ქრისტე, არა მარტო შობა, არამედ ჩასახვაც არაბუნებრივად, არა ლოგიკურად, არა ამქვეყნიური წესებით მოხდა, ხომ? სულისაგან წმიდისა მოხდა სწორედ აი ამ სასწაულის აღსრულება და არა მარტო შობა, არამედ ყველაფერი სასწაულებით არის თლიანად უფლის მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანთათვის ზოგადად სასწაულია. გავიხსენებ ერთს აღდგომის შემდგომ როგორ შედის უფალი დახშულ კარებში. ანუ ეხლა დახურულ კარებში შესვლა ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ უფლისთვის ზოგადად ფიზიკური კანონები არ არსებობს, ხო? ფიზიკური კანონები არსებობს მაინც ფიზიკური სხეულისთვის და უფალი პირველ რიგში ღმერთია, რომელიც უფრო ესე იგი ანგელოზებსაც კი მატერიალური და ფიზიკური ბუნება აქვთ, თუმცა ჩვენთან შედარებით, ადამიანთან შედარებით გაცილებით მსუბუქია მისი ბუნება. მისი სხეული, ასე ვთქვათ, ეთერული სხეულია, არა ფიზიკური. და ეხლა მაცხოვარი ხო საერთოდ მას ის როდესაც ღმერთი მოქმედებს, ამ დროს კანონები ჩერდება. ეს ისეთი რამ არის, რომელიც ადამიანის გონებისთვის, აი ლოგიკურად ეს არის აუხსნელი. ამიტომაც არის ეს რწმენის სფერო. ლოგიკურად ამას ვერ ავხსნით. როგორ შეიძლება, ამდენ თუნდაც ლოგიკურად როგორ შეიძლება ავხსნათ, რომ მზე არაფერზე არ დევს, არამედ ჰაერში არის ასე, ამხელა სხეული არის ჰაერში გამოკიდებული. ანდა მთვარე, ანდა დედამიწა. ანუ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ჩვენი გონება ზოგადად პასუხს ვერ მოუძებნის. ანუ ჩვენი გონებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, ლოგიკური პასუხი არ არსებობს. იმიტომ რომ ეს აღემატება ჩვენს გონებას. დაახლოებით როგორც ერთი წლის ბავშვის გონებას აღემატება, ვთქვათ, ზოგადად 2-ჯერ 2 რომ 4-ია. მაგრამ მოვა პერიოდი რომ ის ამას მიხვდება. თუმცა მაშინაც იქნება ისეთი საგნები, რომელსაც ის ვერ მიხვდება, ვთქვათ, უმაღლესი მათემატიკა. მიხვალ უმაღლეს მათემატიკამდე მე რაღაცა კიდე შეუცნობელი იქნება. ამიტომ ეს ყოველთვის არსებობს ამ ქვეყანაზე, რაღაცა სფერო, რომელსაც ჩვენი გონებით ვერ შევეხებით, იმიტომ რომ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. მაინტერესებს რა შეიქმნა მე-6 დღეს. ნათქვამია, რომ მერვე დღეს ღმერთმა მიწას გადმოხედა და არა აყვავებულ ქვეყანას, რადგან არც ბუჩქი იყო, არც ბალახის ღერი და არც კაცი ადამი არ იყო.
მან რა არის, იცით, არის პერიოდი კაცობრიობის ცხოვრებაში, როდესაც ღმერთმა ყოველივე ბრძანა, მაგრამ ჯერ ის არ განხორციელებულა. აი მისი განხორციელება იწყება, ვთქვათ, მე-6 დღეს, როდესაც გვირგვინდება ადამიანის შექმნით. და ადამიანი, როდესაც შეიქმნა, ეს ყველაფერი იყო მოწესრიგებული. ეხლა მოსე ზოგადად ძალიან მცირე დროში, ესე იგი დაბადების სულ რამდენიმე მუხლში ეხება შესაქმეს. ეს არის არასრულყოფილი ცოდნა მის შესახებ, არამედ უბრალოდ თანმიმდევრული ცოდნა, რა მოიმოქმედა ღმერთმა და როგორ. და ეხლა მისი ახსნები არ მიმდინარეობს, უბრალოდ თანმიმდევრობა არის იქ მოთხრობილი, როგორ მოხდა, ესე იგი, სწორედ შექმნა სამყაროსი და მერვე დღეს მას უწოდებენ, რომ ეს არის სამყაროს ესე იგი მეორედ მოსვლის შემდგომი პერიოდი. დღევანდელი პერიოდი აღიქმება როგორც მე-7 დღე. ანუ, როდესაც უფალმა განისვენა და ადამიანები სწორედ ამ მე-7 დღეში ვართ ახლა. შეიძლება ეს მრავალი ათასწლეული გრძელდება, ხომ? მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ერთ დღეთ იწოდება. და აი მე-6 დღეში კი ხდებოდა სწორედ ის, რაც მოთხრობილია და იქ დაწვრილებით არის მოთხრობილი, რაიმე აღრევას ეს არა აქვს. უბრალოდ აი დაკვირვებით რომ წავიკითხოთ, იქ ყველაფერი თანმიმდევრულად აღწერილი და მოსემ ეს აღწერა უბრალოდ თანმიმდევრობა ღმერთი როგორ მოქმედებდა. მაგრამ არანაირი ზედმეტი განმარტებები მას არ ახლავს. თუ მაიმუნებისგან ვიშვით, ნათქვამია, რომ ღმერთმა თავისი სულის მსგავსად შექმნა ადამიანი და მაშინ რა შეუქმნია ღმერთს? ფიქრობ, მართებულია ვიკითხოთ ღმერთის სულის მსგავსი ადამიანი როგორ გადაიქცა მაიმუნის მსგავს არსებად. თუ ადამიანმა მორალი დაკარგა, შეიძლება ყველანაირ პირუტყვზე დაბლა დაეცეს, ხუმრობით, მაგრამ რეალურად თვითონ ბიოლოგიის კანონები ცხადყოფს, რომ შეუძლებელია, რომ ერთი სახეობიდან წარმოიქმნას მეორე, თუნდაც მაიმუნიდან ოდესმე მილიარდობით წლების გავლის შემდგომ წარმოიშვას ადამიანი. ანდა ღორისგან წარმოიშვას სპილო, ან ჩიტისგან წარმოიშვას, ვთქვათ, რაღაცა კიდე ცხოველი. ასეთი რამ შეუძლებელია და ამას მეცნიერება მოწმობს და ეს უკვე დადგენილია, ამაზე მსჯელობაც არ არის, რომ თვითონ გენური ინჟინერია ისეთია, რომ ადამიანის გენეტიკური აგებულება ისეთია, რომ ის ვერაფრით ვერ გარდაიქმნება, ის იქნება ყოველთვის ადამიანი. ყოველ შემთხვევაში გენეტიკურად და ფიზიკურად. აი მორალურად როგორ იქნება, ეს სხვანაირია და შეიძლება ვთქვათ, როდესაც მაიმუნობაზეა საქმე, შეიძლება უკვე მორალურ სფეროზე ეხებოდეს ამ დროს ხუმრობით ვინმე, თორე ფიზიკურად ეს შეუძლებელია, სახეობათა შორის გარდაქმნა არის შეუძლებელი და მე როგორც გამიგია დარვინის თეორია თვითონ იყო ისეთი, რომ სახეობაში გარდაქმნას ამტკიცებდა. და სახეობაში ახლა ასკილის ბუჩქისგან რო ვარდის მრავალი სახეობა წარმოიშვა, ეს ფაქტია და ეს რა თქმა უნდა ადამიანი ამაზე ანდა ძაღლის ერთი სახეობიდან მეორე სახეობის მიღება შესაძლებელია. მაგრამ ძაღლიდან მგელს ან ვთქვათ ცხვარს ვერასდროს ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ არსებობს თავისი გენეტიკური კოდი, რომელიც არასდროს არ იცვლება, რაც არ უნდა მოხდეს და ეს ახლა დამტკიცებულია მეცნიერთაგან და უბრალოდ მეცნიერებს შეუძლიათ ამ კითხვაზე ძალიან საინტერესო პასუხების გაცემა, რომ სასულიერო პირებმა არ ვისაუბროთ ამ თემას. მაგალითად მე, ქრისტიანს, შემიყვარდა მუსლიმი გოგო, რომელიც ცოლად შევირთე. ეკლესიურად რამდენად სწორია, ანუ შესაძლებელია თუ არა ეკლესიურად გამართლებული იყოს ქრისტიანისა და მუსლიმის ქორწინება. ეკლესია არის ღვთის მოყვარულ მორწმუნე ადამიანთა ერთობა, რომლებიც გარკვეული ცხოვრების წესით ცხოვრობს და აქვს თავისი წესები ცხოვრების. და აი, როდესაც ვთქვათ, ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, სული უპირატესია ფიზიკურ სხეულზე. აი, მაგალითად, თუ ვიტყვით, უბრალოდ პატარა გადახოვას გავაკეთებ, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, ეს ხდება სულისა და ფიზიკური სხეულის გაყოფა. ესე იგი, სული გადის და ფიზიკური სხეული უძრავი ხდება. ანუ, რამდენად უფრო დიდი ენერგია აქვს სულს და რამდენად უფრო მნიშვნელოვანია სული ამ შემთხვევაში, ხომ? და სულიერი წესები და კანონები ქრისტიანთათვის უპირატესია. და ბუნებრივია, როდესაც ვთქვათ, ისეთ ძვირფას და მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ადამიანი, როგორც არის ოჯახის შექმნა, ამ შემთხვევაშიც კი
სულიერი კანონები უპირატესად უნდა ჰქონდეს მას დაყენებული. ნუ ამ შემთხვევაში ზოგადად ეკლესიის ზუსტ კანონს ვიტყვი დიდი ჯულის კანონიდან, როდესაც ასეთი რამ არის ნათქვამი, რომ თუ წარმართზე არ უნდა დაკორწინდეს, ან სხვა რელიგიის მიმდევარზე არ უნდა დაკორწინდეს ქრისტიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის ადამიანი დადებს პირობას, რომ მოიქცევა ქრისტიანობაზე. ანუ იქნება შენნაირი მსოფლმხედველობის მატარებელი. თუ ეხლა ადამიანი ეკლესიურად არ ცხოვრობს, მაშინ ის სულ ერთია ეხლა სულიერი საკითხები, მაშინ ის არ არის ჩახედული ეხლა ჯვარს მარჯვნიდან მარცხნიდან გადაიწერს თუ მარცხნიდან მარჯვნივ, აი ეს საკითხი ან თუ საერთოდ არ გადაიწერს ჯვარს, ეს მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. მაგრამ თუ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სულიერი საკითხები, ბუნებრივია, რომ ჩვენ ისეთი მეუღლე კარგი იქნება ჩვენთვის, რომელთა შემთხვევაშიც ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ისეთ უზენაეს საკითხზე, როგორიც არის ღმერთი, ცხოვრების აზრი, ცხოვრების მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე მთელი მსოფლმხედველობა. ლოცვის დროს სახლში და უფრო ეკლესიაში ძალიან ხშირად მომთქნარებს. რა შეგიძლიათ მითხრათ ამასთან დაკავშირებით? ალბათ ყურადღება არ უნდა მიექცეს ამას ყველაფერს. იმიტომ რომ ეს ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ მაინც ფიზიკური მდგომარეობაა, რომელიც პრინციპში შენ არ გიშლის ხელს. ახლა ვთქვათ, მთქნარებას რა იწვევს, როდესაც სისხლში ჟანგბადის დონე კლებულობს და ამ დროს გჭირდება რომ აიღო, ხო? ვთქვათ, შეიძლება უხაერობა იყოს კონკრეტულად ოთახში ან სადმე, მაგრამ თუ ვთქვათ, ეს პრობლემა არ არის, შესაძლებელია რომ ეძინებოდეს ადამიანს და ასე შემდგომ. მაგრამ ეს მე ყურადღებას არ ვამახვილებ ასეთ რამზე. შეიძლება მეც დავამტკინოს, მაგრამ მე რა უშავს, მივაქცევთ ამას ყურადღებას. ჩავთვლით რომ ბოროტი გვებრძვის და ასე შემდგომ. მამაო, ძალიან მიჭირს ლოცვის წაკითხვა მარჭირვებელთა ჩვენთათვის. ყოველთვის მათი სახე მიდგას წინ, ვისაც ჩემთვის ცუდი გაუკეთებია და ლოცვის დროს გულწრფელი ვერ ვარ. მირჩიეთ, რამე გთხოვთ. როდესაც უფალი გვირჩევს, რომ ილოცეთ მტერთა თქვენთათვის, ჩვენთვის ზრუნავს უფალი. ჩვენი მტრისთვის კი არ ზრუნავს, ჩვენთვის ზრუნავს, რომ ჩვენ სწორი ქცევა გქონდეს. მე მაგალითად თუ ჩემ მაჭირვებელისთვის არ ვილოცებ და მუდმივად იმ პრობლემაზე ვიფიქრებ, რომელიც მე მქონდა და მაქვს, ჩემს გულში არასდროს სიმშვიდე არ იქნება. მე ყოველთვის ვიქნები არეულ მდგომარეობაში და წარმოიდგინეთ ახლა მდგომარეობა, როდესაც ფიზიკურად სულ ხარ დაძაბული, ყოველთვის ნერვიულობ. ყველაფერი გახსენდება და მუდმივად აი ამ რეჟიმში ცხოვრობ. არაჩვეულებრივია ეს, უფრო ვიტყვი რომ არანორმალური მდგომარეობაა ეს, იმიტომ რომ არანორმალურ ვითარებაში გვაგდებს ის ჩვენ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გული შევამსუბუქოთ რაღაცა სწორედ იმ სიკეთით, რომელსაც უფალი მოგვიწოდებს. შეიძლება ჩვენ ვერ შევძლოთ რაღაცა აი შეყვარება ჩვენი მაჭირვებელისა, ჩვენი მტრის შეყვარება, მაგრამ პირველი ეტაპი ალბათ ის არის, რომ უბრალოდ ესე კვილი-კვილისა წილ აი ამ ლოგიკით არ ვიმოქმედოთ. ეკლესიის მამები ყოველთვის ამბობენ, ვისთვისაც ლოცულობო, ის აუცილებლად გიყვარდება. მაგალითად, თუ შენი ახლობლისთვის ლოცულობ, უფრო მტკიცდება თქვენი ურთიერთობები. თუ შენი მტრისთვის ლოცულობ, მაშინ აი ეს ლოცვა და ღვთის მადლი აი ჩვენ შორის არსებულ ეკალ ბარდებს სპობს და გვერდზე გააქვს. და ქმნის იმის საშუალებას, რომ ადამიანმა უკეთესი ცხოვრების წესი შეიქმნას. და უბრალოდ ადამიანისთვის აუცილებელია, რომ რაღაცნაირად სიხარული, სიყვარული, სიმშვიდე ეს დამკვიდრდეს მის ყოფით ცხოვრებაში, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა მშვიდად აასრულოს თავისი მოვალეობა. როდესაც ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ ერთმანეთის გვერდზე ცხოვრება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ჯვარის აყრა და რა არის ამისთვის საჭირო? თუ სარწმუნოებრივმა სხვაობა მიჩინა თავი, ვთქვათ, არიან ქრისტიანები და მერე უცებ სექტანტი გახდა ან სხვა რელიგიის, ეს უკვე არეულობაა და რაღაცა აი მოუგვარებელ პრობლემას გავს. იმიტომ რომ ვიცით ოჯახები, სადაც ვთქვათ, ერთი სექტანტი გახდა და აი რაღაცა დიდი უკვე რაღაცა გადაულახავი კედელია ხოლმე ადამიანთა შორის. უფალი რომელსაც ასახელებს თუ რომელიმე მიმრუშა, მეორე თავისუფალია მაშინ აი ამ პრობლემისგან და შეუძლია რომ დაარღვიოს ოჯახური წყობა. მაგრამ და ოჯახურ მოვალეობაზე უარი თქვას. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არის აი ხასიათობრივი შეუთანხმებლობა თითქოს. მე ის არ მომეწონა, იმას ეს არ მოეწონა და ესე უბრალოდ არ მოგვეწონა ერთმანეთი და მორჩა.
აი ამ შემთხვევაში ალბათ უკვე მაინც უფრო მოვალეობის გრძნობისკენ უნდა გადაიხაროს ადამიანი და ბუნებრივია ეკლესია ყოველთვის უმარტავს სანამ დაქორწინდები მანამდე უნდა გაერკვიო ამ პრობლემებში ხომ არ უნდა ვიჩქაროთ ხანდახან ხდება რომ თქვათ ადამიანს შეუყვარდება ახალგაზრდას შეუყვარდება ახალგაზრდა და ეს ემოცია წარმოიშვება და ესე იგი ყველანაირი ესე იგი კრიტიკული ხედვის გარეშე შეიძლება მოხდეს დაქორწინება. აი ამ დროს დაქორწინების მერე შეიძლება რამდენიმე თვეში გამოიკვეთოს აზრთა სხვადასხვაობა, ტიპობრივი სხვადასხვაობა, მაგრამ მაინც ურჩევთ რომ მოვალეობები შეასრულონ. თორე ახლა თუ თქვათ ჩვენ რაღაცნაირად მოვალეობას ასე უდიურად მოვეპყრობით რომ არ მინდა, აღარ შემიძლია და ასე შემდგომ, მაშინ შეიძლება საერთოდ ცხოვრება აგვერიოს. რა გარანტიაა რომ მეორე ოჯახის შემთხვევაში ან მესამე ოჯახის შემთხვევაში და ასე შემდგომ იგივე არ მოხდეს. ჯვარის აყრის შემთხვევაში ასეთი რამ ხდება რომ პირველ რიგში მოძღვარი უნდა ჩააყენონ საქმის კურსში და მოძღვარმა ურჩიოს რა გააკეთონ, რამდენად ლოგიკურია ამის გაკეთება. მეორე ეტაპი ეს არის მღვდელმთავართან გასაუბრება. როდესაც ვთქვათ უკვე მღვდელმთავარი ერთვება ამ საქმეში და რეალურად მას აქვს ამისი უფლებამოსილება რომ ვთქვათ შეაჩეროს ჯვრის წერა, ახსნას ჯვარი და გაათავისუფლოს ამ მოვალეობისგან ადამიანები. თუ მამაკაცი ჯვარდაწერილია, მაგრამ ცოლთან უთანხმოების გამო გაშორდა. სხვა ქალი შეერთო და მასთან დაიწერა ჯვარი. ეს როგორ აიხსნება? ეს დარღვევაა საეკლესიო წესის და თუ აი ნუ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ვთქვათ ჯვარნაწერია მე მოტყუებით ვთქვათ მოძღვართან დაიწერა ისევ ჯვარი, სხვა ესე იგი მოძღვარი შეცდომაში შეიყვანა და სხვა ადამიანთან დაიწერა ჯვარი, ნუ პასუხისგებელი თვითონაა ღმერთის წინაშე და თვითონ აგოს პასუხი. ეკლესია უბრალოდ ცდილობს და სასულიერო პირი რომ აი ადამიანი, ცოდვაში მყოფი ადამიანი და ღმერთთან შუამავლობა გაწიოს და ყველაფერი აი ღმერთის მოსაწონად შევძლოთ და გავაკეთოთ. ნუ ამ შემთხვევაში მამაკაცმა შექმნა მეორე ოჯახი. მანდილოსანი პირველი ცოლი მისია, ნუ არაფერ შუაში არ არის, მას არაფერიც არ მოეკითხება, მაგრამ აი ვინც დაარღვია ეს აღთქმა ღმერთის წინაშე, ხომ? ქორწინებითი პირველი, ის რა თქმა უნდა პასუხისგებელია ღმერთის წინაშე. ჯერ ერთი ის რომ დაარღვია პირველ ცოლთან კავშირი და მეორე რომ თქვა სასულიერო პირი შეიყვანა ესე იგი შეცდომაში. თუ თქვა სასულიერო პირმა ასეთი რამ გაიგო, მაგრამ მაინც დაწერა ჯვარი, აქ უკვე სასულიერო პირიც დამნაშავეა და საეკლესიო კანონებით ის მას უნდა შეუჩერდეს სასულიერო პირობა, ესეთი მძიმე სასჯელიც არის მასზე. ასე რომ ეს თქვათ ამ ქვეყანაზე ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის გამოიწვევს თავის შედეგებს. უფალი როგორ ამბობს რომ ერთი გრილი წყალი რომ ვინმეს მიაწოდო არ დაგეკარგებაო. ანუ უმნიშვნელო სიკეთე რომ ერთი ჭიქა წყალი ვიღაცას მიაწოდო, ხო სიკეთეა, ისიც არ დაიკარგება. მაგრამ ერთი ბოროტად ნათქვამი სიტყვისთვისაც მოგეკითხებათო. ამიტომ აი ჩვენი ცხოვრება შედგება აი ესეთი ყოველდღიურად მეტნაკლებად გაკეთებული სიკეთეებით და ბოროტებებით და რომელიცთვისაც ჩვენ ყველაფრისთვის მოგვეკითხება. მაქვს ბევრი მძიმე ცოდვა. მაინტერესებს შეიძლება ეს ცოდვები ერთ ახსარებაში იყოს ნათქვამი. ჯერ უნდა ითქვას, რომ არ არსებობს მძიმე ცოდვა, რომელიც გადასწონის ღმერთის, ვთქვათ, სიყვარულს, თუნდაც ცოდვილი ადამიანის მიმართ. მაგალითად, მე ადამიანი რომ ვარ, მე ჩემს წინაშე თუ ვინმეა დამნაშავე და ის მე შენდობას ვთხოვს, მე გააჩნია რა ხასიათზე ვარ, ხომ ასეა? თუ კარგ ხასიათზე ვარ, ადვილად შევუნდა, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ვერა. მაგრამ ღმერთს ასეთი რამ არ გააჩნია, ის არის ყოველად მოწყალე, იმას აქვს მუდმივი სიყვარულის განწყობა თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. და თითოეული ადამიანი, რომელიც თქვათ ინანიებს თავის ცოდვას, როგორც სახარებაში არის, ეს დიდი სიხარულია ცათაშინა. ზეცაში არის ძალიან დიდი სიხარული. რომ კიდე ერთი ადამიანი გადარჩა, კიდე ერთი ადამიანი დაუსხლდა ბოროტი ძალის კლანჭებს და აი ღმერთისაკენ მიდის. და ეს დიდ სიხარულს იწვევს. ისე როგორც კეთილ ადამიანს ყოველთვის უხარია სხვა ადამიანის სიკეთე და სიხარული. და ეს ბუნებრივია სულიერ სიხარულს, აი განსაკუთრებულად განიცდის იმ შემთხვევაში
ცხოვრებაში სასულიერო პირი. როდესაც ადამიანმა დაძლია თავისი თავი და მძიმე ცოდვებს ინანიებს. და ხანდახან არის რომ ფიქრობს ადამიანი რომ აი მოდი დღეს პირობითად მე მაქვს 10 მძიმე ცოდვა ხო გავანაწილებ რომ სასულიერო პირი არ გავაბრაზო ან არის ჩემდამი აზრი არ დაიკარგოს ჩემს მიმართ კეთილი აზრი და შეიძლება გავანაწილო დღეს 3 ხვალ 3 შემდეგ 4 ან ასე 10 ნაწილად და ყველა ერთ დღეს რო თქვა საოცარ სიხარულს იწვევს აი მეც სასულიერო პირი ვარ და განსაკუთრებულად მახსოვს ის აღსარებები როდესაც დაუფარავად უთქვიათ თავისი ცოდვები და ჩემი დასკვნა ეს არის ამ ადამიანს რო ძალიან არ უყვარდეს ღმერთი არ მოინანიებდა ამას არ გამოაჩენდა თავის ცუდ მხარეს და რახან მას ღმერთი ასე უყვარს თავის თავზე მეტად ეს ადამიანი არის აი ბრწყინვალე სხვათა შორის მაქვს სურვილი სადმე მონასტერში ერთი კვირით მაინც ან რამდენი ხნითაც შესაძლებელია გავჩერდე და ამისთვის რა არის საჭირო ასეთ საკითხებზე მოძღვარს უნდა გაესაუბროს და პირდაპირ მაგალითად წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ ეკლესიაში არული ადამიანს და აქ მხოლოდ მონასტერში წასვლის სურვილი ყველა ურჩევთ სასულიერო პირები რომ პირველ რიგში აუცილებლად ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს ოთხშაბათი პარასკევი იმარხულოს ლოცვები მოძღვრისაგან მცირე ლოცვები დანიშნული იკითხოს ანუ გაუგოს გემო და მადლი ლოცვას მარხვას ეკლესიაში წირვა ლოცვაზე დასწრებას და თუ თქვათ მე გადაწყვეტს მონასტერში წასვლას მონასტერში რა არის იქ არის ტიპიკონი გაწერილი ლოცვა წირვა შრომა დასვენება ეს ყველაფერი არის მოწესრიგებულ ფორმაში და ძირითადად იქ არის ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა. ამიტომ აი ეს ღმერთთან ურთიერთობა ჩვენ შეგვიძლია დღესვე აქ ჩვენს სახლში, ჩვენს ოთახში გადავწყვიტოთ და დავიწყოთ. და ეს გავაკეთოთ მოძღვრის კურთხევით. და შემდგომი ნაბიჯი თუ მონასტერში საერთოდ უნდა დარჩენა, ან მონასტერში დროებით უნდა წასვლა, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია და შეიძლება დროთა განმავლობაში. რას გვეტყვით ბოლო ჟამის დადგომასთან დაკავშირებით? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ეშმაკისგან დაიხსნას თავი? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ დაუსხლდეს ეშმაკის კლანჭებს, ხო, როგორც ბრძანა. ნუ ასეთ შემთხვევაში უფალი ბრძანებს კარგია, რომ ამობთ უფალო. ანუ კარგია, რომ ლოცულობთო, მაგრამ ისე რატო არ იქცევითო, როგორც მე თქვენ გეუბნებითო. ანუ ჯერ უნდა ილოცო და ისე უნდა მოიქცე ცხოვრებაში, როგორც ქრისტე გვასწავლის. ამიტომ ქვია ქრისტიანებს ქრისტიანები. ქრისტეს მიმდევრები ვართ, მის სიტყვას ვიჯერებთ და მივსდევთ მათ. ამიტომ აი ეს ცხოვრების წესი ბუნებრივია გიცავს ყველანაირი ბოროტებისაგან. მაგალითად, ჩემს ოთახში თუ თქვათ მე გავხსნი თქვათ დარაბებს, მძიმე ფარდას გადავწევ, შემოვა სინათლე. სინათლე, რომელიც გაანათებს ყოველივეს. მე ბრძოლა არ მიწევს სიბნელესთან. სიბნელეს რაც არ უნდა ვებრძოლო, მე მას ვერ მოვსპობ. რაც არ უნდა მუშტები ვიქნიო. სიბნელის წამალია სინათლე. თუ სინათლის რაიმე წყარო გამოჩნდა, სიბნელე ჩერდება. ასევეა ბოროტებაშიც. სიბნელე ქრება. ასევე ბოროტებაშიც. სადაც სიკეთეა, სადაც ღმერთია, იქ ავტომატურად ქრება ბოროტება. და თუ ადამიანს აქვს სურვილი გადარჩენისა, ბუნებრივია შეუძლია, რომ ღმერთთან ახლოს ყოფნით, გააქროს თავის ცხოვრებაში ეს ბოროტება და პრობლემები. დაგულოცეთ მამაო, მალე დიდი მარხვა დაიწყება და გთხოვთ რჩევები გაგვიზიაროთ, რომ ღირსეულად შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა დაგულოცოს პირველ რიგში და ღმერთმა დაგულოცოს ყველანი. მარხვა ზოგადად ცუდი თვისებების მოშორებაა და ლოცვა ზოგადად ეს არის ღმერთთან ურთიერთობა. ამიტომ ლოცვა და მარხვა ეს არის ის იდეალური საშუალებები, რომლითაც ადამიანი იწმინდება. უფალი ხომ ბრძანებს, ბოროტი ძალაო, ოდენ ლოცვითა და მარხვითა გავა ადამიანისაგანო. ამიტომ ჩვენ ეს დიდ სიკეთეს მოგვიტანს და სიხარულს. დიდი მარხვა განსაკუთრებული პერიოდია, აი ყველა გრძნობს ამ დიდ მადლს, როდესაც შენ დიდ მარხვას იცავ, რაღაცნაირად მსუბუქდები, უფრო ღმერთს უახლოვდები და რაც უფრო გულმოდგინედ იმარხულებ, რაც უფრო გულმოდგინედ მოიშორებ იმ ცუდ თვისებებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც უფრო გულმოდგინედ ვილოცებთ, ეკლესიურად თუ პირადი ლოცვით, ხომ? მით უფრო დიდ მადლს ვეხებით. და ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი ნუგეში და დიდი ჯილდო ქრისტიანებისთვის დიდ შაბათს გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი,
რომელიც არის თითოეული ჩვენთაგანის ხელში გადმოსული ღვთაებრივი მადლი. და ღმერთმა დაგვულოცოს, რომ ჩვენ ამისთვის მოვემზადოთ, რომ ჩვენ უფრო სულიერნი გავხდეთ, ჩვენ შევსუბუქდეთ, რომ ჩვენ ფიზიკური სხეული თავის ჭკუაზე არ გვატარებდეს, არამედ ვეცადოთ, რომ შევსუბუქოთ თავი. და მარხვის დროს კიდე რაც ყველაზე მეტად აუცილებელია, ადამიანმა უნდა შეძლოს ესე იგი თავშეკავების სწავლა. მაგალითად, ჩვენ საკვებისგან რო ვიკავებთ თავს, ამით ესე იგი ის საკვები კი არ დაგვაზიანებს, თქვათ, რომ მივიღოთ, რომელიც მარხვაში აკრძალულია. უბრალოდ თუ თავშეკავება არ ექნა ადამიანს, მაშინ ნებისმიერ პრობლემაში შეიძლება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება პრობლემა შეექმნას. ამიტომ ნებისყოფის გაძლიერება, ღმერთის სიყვარული, ბოროტებისაგან მოშორება, ეს ლოცვით, მარხვით და აი ამ ეკლესიური ცხოვრებით ხერხდება და შესაძლებელი არის. დღევანდელი ინტერნეტ კონფერენცია დასრულდა. ჩვენ ისევ ველოდებით აქტიურობას